აი ამ ხელა ვიზუალური განსხვავება მწეველის და არამწეველის ფილტვებს შორის და ვიზუალური განსხვავება ყველაზე უფრო ნაკლებ საშიშია. ფილტვის ასეთი სახით პარენქიმის სფერის ცვლილებას ქვია ანთრაკოზი და ის გამოწვეულია 7000-მდე ქიმიური ნაერთით, რომელიც სიგარეტის კვამში შედის. ამ ნაერთებიდან დაახლოებით 80 არის პირდაპირ კანცეროგენი დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხელს უწყობენ სიმსივნური პროცესების განვითარებას არა მხოლოდ ფილტვებში, არამედ სხეულის უმრავლეს ორგანოში. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ კანცეროგენები, რომლებიც სიგარეტის კვამში შედიან, ფილტვში და ღვიძლში ფერმენტულად აქტივირდებიან და ასე ვთქვათ, წარმოქმნიან რეაქტიულ მეტაბოლიტებს. ეს რეაქტიული მეტაბოლიტები კი აზიანებენ ჩვენი უჯრედების გენეტიკურ ინფორმაციას, ანუ დნმ-ის მოლეკულას. ამ ზიანის მიყენების შემდეგ კი ამ კონკრეტული უჯრედიდან წარმოქმნილი შემდეგი უჯრედები არიან სწორედ სიმსივნური გადაგვარების რისკის ქვეშ. ამას გარდა მოწევა ყველაზე ხშირი გამომწვევია ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადების, რაც მხოლოდ ცალკე აღებულია ქრონიკული უმძიმესი დაავადება, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრების ხარისხს წარმოუდგენლად ამცირებს.